მოგესალმებით, მე ლაშა ბერძენიშვილი ვარ და ვაგრძელებთ მოამბის სპეციალურ გამოშვებას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესის და უნეტარისის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთის და ცხულმა-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამეს ინტრონიზაცია დასრულდა. აღალარჩეული კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების ცერემონია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ. სადღესასწაულო მსახურობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10 საათზე დაიწყო და მას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრებას ჩვენი ჟურნალისტი ნათია ქენქაძე დაესწრო, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნათია, როგორ ჩაიარა ინტრონიზაციის ცერემონიამ და რა ხდება ახლა? როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გახდა დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი და ისინი, ვინც ამ პროცესს ტელეეკრანიდან ადევნებდა თვალს. ამ წუთებში საზეიმო ზარების ფონზე ტოვებს ახლად აღსაყდრებული პატრიარქი შიო მესამე სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელშიც 21 საუკუნეში პირველად იკურთხა ახალი კათოლიკოს პატრიარქი. დილის 10 საათზე დაიწყო საზეიმო ღვთისმსახურება. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკოს პატრიარქი არჩევის წუთიდან უკვე მისი ძალაუფლება შედის ძალაში და იწოდება კათოლიკოს პატრიარქად, მაინც სრულად აღსაყდრების პროცესის შემდეგ ითვლება ის ნაკურთხად ამ უმაღლეს თანამდებობაზე. შესაბამისად, დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქი მოვიდა ისევ სამღვდელმთავროს შესამოსელით და ერთი ჯვრითა და პანაღით, როგორც ამას ატარებდა ის მღვდელმთავრების დროს და ასე დაიწყო საზეიმო წირვა და უკვე წირვა პერიოდში ეტაპობრივად ხდებოდა აღსაყდრების რიტუალის ჩართვა. მას შემდეგ, რაც ტაძრის ცენტრში გამობრძანდა შიო მესამე, ის განმოსეს სამღვდელმთავროს შესამოსლისგან და დაიწყო მისი შემოსვა საპატრიარქო შესამოსელით. ამაში იყვნენ ჩართული მღვდელმთავრები, სინოდის სხვადასხვა წევრები. მას მოართვეს ორი პანაღია და ჯვარი, რაც არის კათოლიკოს პატრიარქის პრივილეგია და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პანაღიების და ჯვრის მიშტის მირთმევის და დაკიდების პროცესში მონაწილეობდნენ მროველურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ის მღვდელმთავრები, რომლებიც იყვნენ მაშინდელი მეუფეშიოს კონკურენტები საპატრიარქო არჩევნებში. ამ პარალელურად იკითხებოდა აღსაყდრების ლოცვა, რომელიც უხუცესმა მღვდელმთავარმა წაიკითხა მანგლელმა მიტროპოლიტმა და შემდეგ უკვე ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო კვერთხის და უძველესი მიტრის მირთმევა ახლად აღსაყდრებული კათოლიკოს პატრიარქისთვის. იმ მიტრის, რომელსაც ატარებდნენ საქართველოს ეკლესიის უდიდესი პატრიარქები, მე-20 საუკუნის პატრიარქები, მათ შორის ამბროსი, კირიონი და ეს არის ერთ-ერთი სიწმინდე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის. შემდეგ უკვე შებრძანდა ახლად აღსაყდრებული პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხეველში და იქ სამჯერ ის საზეიმოდ დასვეს საპატრიარქო ტახტზე გალობის, საგანგებო გალობის თანხმობით აქსიოს, რაც ნიშნავს ღირსარს და ამით გალობლები, სინოდის წევრები და მრევლი აღიარებენ, რომ აღსაყდრებული პატრიარქი ღირსი არის ამ პატივის, რომელშიც ის ავიდა აი ამ წუთებში, როდესაც ამ საპატრიარქო ტახტზე ადის, ტახტზე, რომელიცაც 2000 წლოვანი ისტორია აქვს და რომელზეც არაერთი ქართველი პატრიარქი აღსაყდრებულა. შემდეგ უკვე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა წირვა და ამას უკვე ატარებდა თავად პატრიარქი, ხოლო წირვის დასასრულს კიდევ ერთი სიმბოლური ცერემონია იყო მისთვის ჯვრის მირთმევა. ეს არის საწინამძღვრო ჯვარი, რომელთაც პატრიარქი ლოცავს მრევლს და მას დაახურეს პატრიარქის კუნკულ-ბარტყული, შავი კუნკულ-ბარტყული, რომელზეც გამოსახული არის სერუბინი და ქერაბინი და ეს არის განსაკუთრებული და მხოლოდ პატრიარქს აქვს მისი ტარების უფლება. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო, როგორც გითხარით, სვეტიცხოვლის ტაძარში. იყო ძალიან ემოციური მრევლისთვის, მათთვისაც კი, ვინც ეზოში იდგა და სპეციალური ეკრანებიდან ადევნებდა თვალს ამ პროცესს. მრევლი ამ ცერემონიის სანახავად სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გუშინ დაინიშნა აღსაყდრების თარიღი, ის მათ მოახერხეს, რომ შემოერთებოდნენ, ასევე სასულიერო პირებიც აქ იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ეპარქიიდან ამ ცერემონიას ტაძარში ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამ წუთებში ხედავთ ისევ როგორი ხალხმრავლობა არის ტაძარში და დღეს პირველი ქადაგებით მიმართა ახლად აღსაყდრებულმა პატრიარქმა მრევლს. მან ისაუბრა იმ ჯვრის სიმძიმეზე, რომელიც მას დღეს ხვდა. წილად განაცხადა, რომ აცნობიერებს ამ პასუხისგებლობას და თხოვა შეწევნა ღვთისმშობელს და ანდრია პირველწოდებულს, რომელთა ხსენების დღეც აღინიშნება დღეს და სწორედ სიმბოლურად დაემთხვა აღსაყდრება ამ დღევანდელ დღეს და ასევე მის წინამორბედ პატრიარქებს ისევე როგორც გუშინ დღესაც მან ყურადღება გაამახვილა ილია მეორის ღვაწლზე. ხედავთ ალბათ რამდენი ხალხი არის შეკრებილი სვეტიცხოველში ისევე როგორც 49 წლის წინ ილია მეორის აღსაყდრების დროს ახლაც ვერ იტევს სვეტიცხოველი მრევლს, რადგან ბუნებრივია არის უდიდესი ინტერესი 49 წელია არ გამართულა მსგავსი ცერემონია საქართველოში და მრევლის უდიდეს ნაწილს ეს პროცესი საკუთარი თვალით არც უნახავს. ჯვარი, რომელიც მან იტვირთა მსუბუქად ეტარებინოს და ჩვენ კიდე შევუმსუბუქოთ მას ამ ჯვრის ტარებაში. ჩვენი ალბათ წმენაში გაძლიერებით ერთმანეთის სიყვარულით ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი შიო მესამე გააგრძელებს ილია მეორეს გზად. საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღეა. ქრისტიანული ქვეყნისათვის პატრიარქის არჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ილია მეორეს ღირსეული გამგზელებელი იქნება ჩვენი მეუფე შიო, ახლა უკვე პატრიარქი შიო. ვლოცავ მთლიანად საქართველოს დღევანდელ დღეს ახალი პატრიარქის აღსაყდრებას, ანდრიაობას, ღვთისმშობლის წილხვედრობას, ერთმანეთს სამი დიდებული დღესასწაული დაემთხვა და ვისურვებდი, რომ მთელი ქართველი ერი ახალ პატრიარქს ხარში დაზრგომოდეს. ულოცავ პირველ რიგში საქართველოს ამ ისტორიული პროცესს, ისტორიულ დღეს. მე ძალიან მჯერა და ძალიან მეამაყება და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ჩვენი უწმინესის შეული ღირსეულად შეძლებს მისი გზის გაგრძელებას და ნამდვილად უფალი შეეწიოს ამ მძიმე ჯვრის ტარებაში. ამ წუთებში ტოვებს შიო მესამე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს და სწორედ ამიტომ მრევლმა თავი მოიყარა სწორედ ამ ნაწილში მათ სურთ რომ ლოცვა კურთხევა მიიღონ კათოლიკოს პატრიარქისგან ამ მნიშვნელოვან დღეს ისინი უკვე გახდნენ შეიძლება ითქვას ისტორიის ნაწილი ამ ცერემონიაზე დასწრების ამ საზეიმო წირვაში მონაწილეობის მიღებით რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და როგორც გითხარით ახლად აღსაყდრებული პატრიარქი ახლა სვეტიცხოველს ტოვებს. მადლობა პირდაპირ ეთერში სვეტიცხოვლიდან ნათია ქენქაძე საუბრობდა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემებით მომბე ზუსტად 15 საათზე დაბრუნდება.